ალო გამარჯობა. გამარჯობათ. კოკი გუში რომ გესაუბრეთ რაჭაში წასვლაზე. დიახ, ალბათო მიწოწმინდაზე. ანუ გადავწყვეტეთ ჩვენ ხუთშაბათს დილით გვინდა წასვლა თქვენ რომელ საათზე გამოგვივლით და ფასით რომ მითხრათ. ფასით ალბათო სად მივდივარ ჩვენ კონკრეტულად? ნიკორწმინდაში. და ტერიტორია სად უნდა მოგაკითხოთ ალბათო? ყაზბეგის 15 ნომერში. ყაზბეგის 15 ნომერში. სანაცვლოდ მანდ არ მოგვაკითხეთ და გავიწყდეთ. არ ვიცი, არ მახსოვს გენაცვალე, ასე ბევრად გამივდივარ. მოკლედ ფასი იქნება 300 ლარი გენაცვალე. ეს მერე რო ჩამოგვაკითხავ ეს 300 ლარი თუ დააბრატნი თუ მარტო წასვლის 300 ლარი. არა გენაცვალე, სარბენი ბილიკით კი არ მიდიხართ, მანქანით მიდიხართ ხალბატონო. 300 ლარი როგორ იქნება ჩასვლა ჩამოსვლა რაჯაში? ერთი გზა არის 300 ლარი გენაცვალე. კარგით, მოდიშით, ვერ უცებ მაგ მეკონა, მაშინ შემამეუღლემ გადაიხადა თანხა და იმიტომ არ ვიცოდი. ისა რა უნდა გითხრათ, ძაღლების დატოვება ბებია ჩემი დაიტოვებს სურამში. ძალიან კარგი. თუ არ გაბრაზდებით რომ ცოტა ხანი შევიაროთ 1-2 საათი რომ გავჩერდეთ ბებია ჩემთან, თან თქვენი გაცნობაც უნდა. თქვენზე ვესაუბრე და ძალიან უნდა თქვენი გაცნობაც და ხალბატონო, ცოტა ხანი შევიაროთ 2 საათი, ცოტა ხანი არ არის ახლა შესვლით შევიდეთ ახლა და 2 საათი ისე რომ არ დამაღამდეს, მე იქიდან რო წამოვიდე, ახლა პატარა გზა არ არის, ხო იცი? რა პრობლემა არის, დარჩებით ჩვენთან. არა, გენაცვალე, სადარჩები, შემოგევლე სახში ჩამოვიდე. არა, ხალბატონო, დიდი მადლობა, არსად არ დარჩები გენაცვალე. კარგით, მაშინ 1-2 საათი გავჩერდეთ, ახლა მოვისიყვარულებ ბებიაც არ მინახია 7-8 თვეა და დავიდეთ მერე და გავაგრძელებთ გზას მშვიდობით. ისე არაფერი აღარ უნდა შეცვალოთ გზაში, იმიტომ რომ წინაზე მითხარით რომ პირდაპირ უნდა ჩასულიყავით რაჭაში. ეხა სურამში შევლა მომთხოვეთ და კიდე არაფერი გეგმები დასახოთ, იმიტომ რომ რასაც დავგეგმავთ თავიდანვე ისე იყოს, იმიტომ რომ საქმე თქვენი რო კეთება, ჩემი არ უნდა გაფუჭდეთ, ხვდებით? რა თქმა უნდა. ნახეთ, იქედანაც რომცა წამოვალთ, ჩვენ ხო თქვენ უნდა წამოგვიყვანოთ და ისევ გავივლით. თქვენ როდის მოდიხართ? ერთი კვირა დავჩებით სავარაუდოდ. კარგი, მოკლედ, მაგაზე მე ვისაუბროთ, თავარი აქედან ჩავიდეთ ნარადამშვიდად ახლა და მე იქიდან წამოყვანაზე მე ვისაუბროთ სხვა დროს. კარგით. კიდევ ერთი რაღაცა. არა, ერთი წუთით არ გამითიშოთ. საჭმელი რომ უნდა წამოვუღო ახლა ბავშვებს გზაში მოშვიდობათ, შორი გზაა და წვნიანებს და რაღაცებს გავუკეთებ, ძალიან უყვართ გუფთა. აი ეს რო არის ბრინჯით და ცოტა ხორცით ახლა ბევრი არ მაქვს ხორცი გაკეთებული, ძალიან გემრიელს ვაკეთებ და სუპი უყვარს მეორეს გიждდება მაკარონის სუპზე და თქვენ რა გესიამოვნებათ რომ გაგიმზადოთ? არაფერი გენაცვალე, მე საჭმელს არაფრის გამზადება არ მინდა, მაგრამ ეს სუპები და მაკარონები და ესეთი რაღაცები მანქანით უნდა ატაროთ, თქონდა ასეთი შემთხვევა, მთელი გზა ეს წვნიანებს ვერ ვატარებთ ახლა და არ ვიცი. არა, მშრალ საჭმელებს ვერ ვაჭმობ, ბავშვებს არ შეიძლება მშრალი საჭმელი კუჭნაწლავისთვის და თქვენ გირჩევთ რომ არ მიიღოთ მშრალი საჭმელები. აი მაგალითად შემიძლია კოტლეტი გავაკეთო წვენში, პამიდორში, კარგი გამომდის. ბოდიშით მე მირეკავე ხალბატონ არა იყოს კარგი ესე იგი მე ჩემზე ნუხართ ეს მე რა ვშწავლ და რას მივირთვე მაგ ჩემი საქმეა გენაცვალე არაფერი არ მინდა თქვენ თავარია მე ჩემი მიზანი ეხა 7-8 საათი ერთად უნდა ვიყოთ და ჩვენ შევჭამოთ და თქვენ ისე დაგტოვოთ მე თეფშები, ჭიქები, კოვზები, ჩანგლები ყველაფერი მომაქვს თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ აჯე 5 ლიტრიანით წყალით კი მომაქვს რომ რაიმე უცებ რომ მოვავლო თეფშები გავრეცხო ერთო მიშველე ხალბატონო 7-8 საათი არ ვაპირებ მე თქვენთან გზავრობას პირდაპირ გეტყვით და თუ მასე უნდა ვიმგზავროთ ჩვენ 7-8 საათი არ გამოვა ჩვენი გზავრობა მასე პირდაპირ გეუბნებით მართლა ვამბობ ყველანაირი ხუმრობის გარეშე რამდენი საათია თბილისიდან რაჭამდე მაქსიმუმ იყოს 4 საათი 2 საათი კი ბატონო 4 საათი თბილისიდან რაჭამდე 4 საათი ბებია ჩემთან რო შევალთ 6 მე ახლა ბავშვებს ან ტუალეტი მოუნდებათ ან გული აერევათ ან რაღაცა იქაც 2 საათი 8
აი მე ღმერთო დიდ ბოდიში მოგითხოთ მეცინება ეხლა ასეთ რაღაცაზე რა გული აერევა ქალბატონო მანქანაში რო ბავშვი ცუდად გახდეს ჩათვალე მე ჭუინა გადავალ მართლა გეუბნებით ხუმრობის გარეშე სრულიად რა ამიტომ გზაში საჭმლის ჭამები და ეს შემწვარ მოხრაკულები არ იქნება მართლა გეუბნებით არა შემწვარ მოხრაკულს არა ბატონო კოკი შემწვარ მოხრაკულს არ ვაჭმებ სუწნიანებით ზრდი ბავშვი ასევე გაითვალისწინეთ სიგარეტს ვერ მოწევთ ჩემთან მანქანაში ეს იცოდეთ თუ ეწევით მე არ მახსოვს ეწევით თუ არა სიგარეტს არ ვეწევ ხო ანუ მასე ჰარიჰარალო არ არის ჩემ მანქანაში რო იცოდეთ და პირდაპირ გეუბნებით რომ ამას თქვენ არ ეთანხმებით შეგიძლიათ დავამთავროთ საუბარი იმიტომ რომ თამბაქოს არ ვეწევ იმიტომ რომ ორგანიზმისთვის არ შეიძლება წვნიანებს ჭამს თქო აბა შემწვარს არ ვჭამთ და მოხრაკულებს წვნიანებზე ვარ სულ კარგი მოკეთ ძალიან გვიგზდება საუბარი და მე ეს იწვევს ჩემში ძალიან εμას სასაცილო აი ესე სიტყვაზე უარს მეუბნებით ბატონო საჭმელზე უარს მეუბნებით არ მინდა გენაცვალე ამში არ მწყურია არაფერი არ მინდა შემოგევლე ოღონდ ჩაგიყვანოთ მაშინ ბებია ჩემს ვეტყვი რომ რამე პერაშკები ან რამე გააკეთე ხო არ ვიცი მე არაფერი არ მინდა ჩემ გამო ნუ შეწუხდებით და მოკლედ ერთი სიტყვით აიმე ხუთშაბათს მოვდივარ რომელი საათი გითხარით აღარც მახსოვს დამავეწდა 9 საათზე 9 საათზე კარგით ხუთშაბათს 9 საათზე მოვალ თქვენთან ყაზბეგის 15 ნომერში ხო კარგით კი ყაზბეგის 15 ნომერი ხო კარგი თუ რამე შეცვალოთ გეწებით გამაგები ჩანიშნული მაგრამ რა დამავიწყებს ქალბატონო უბრალოდ თუ რამე შეცვალოთ გამაგებინეთ ძალიან გთხოვთ აი ხო ხოთა შორის ყველა მაგას მეუბნება ბატონო გოკი დაუვიწყარ ქალბატონი ხართო ხო რა ვიცი მე დამავიწყდით ხო ხედავ რომ მე დამავიწყდით და აღარ მახსოვდით რა ვიცი შეიძლება ახლა აღარ დამავიწყდები ზუსტად ვიცი კარგად ბრძანდებოდეთ ღამემშვიდობის კარგად იყავით თბილი ძილი კარგად ბრძანდებოდეთ არაფერი არ შეიძლება ხუთშაბათს 9 საათზე გელოდებით და მანდარინს მაინც წამოგიღებთ რომ გზაში მანდარინი მაინც ჭამოთ პირი დაიწყო აი ბატონო წამომიღე მანდარინი და პორტოხალი წამომიღე პორტოხალზე ვგიჟდები C ვიტამინით მდიდარია კარგით აი შემოგვიყვანეთ კარგი მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და ბოდიში თუ ასე გვიან გააწუხებთ ნახვამდის